არჩევანი 2012 სტუმარი დღეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პარტიული სიის პირველი ნომერი პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძეა. მოგესალმებით ბატონო დავით, დიდი მადლობა რომ გადაცემას იღებთ, მონაწილეობას იღებთ ჩვენს გადაცემაში. პირველ რიგში მინდა გკითხოთ იმ შემადგენლობაზე, რომლითაც ახალ პარლამენტში ნაციონალური მოძრაობა გეგმავს შესვლას. აქ არიან ახალი სახეები, საკმაოდ ახალგაზრდები, მათ შორის ყველაზე პატარა 21 წლის თქვენი სიის ათეულშია. რა კრიტერიუმებით ისარგებლეთ ამ სიის შედგენის დროს? მოგესალმებით, საღამომშვიდობის, მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებელს. დღეს ძალიან დადებითი და პოზიტიური დღეა, მაგრამ რა თქმა უნდა, არა მხოლოდ იმის გამო, რომ ჩვენი სია წარუადგინეთ, დღევანდელი დღის მთავარი სიახლე გახლავთ ის, რომ კიდევ 1 მილიონი ადამიანი ისარგებლებს ხელმისაწვდომი ჯანდაცვით. დღევანდელი დღის მთავარი სიახლე გახლავთ ის, რომ უკვე დღესვე 5,000 ადამიანმა ისარგებლა ახალი პოლისით, რაც ნიშნავს 5,000 ოჯახში მოგვარებულ პრობლემას. აი ეს არის სწორედ მნიშვნელოვანი, როდესაც ნაციონალური მოძრაობა წარადგენს სიებს, როდესაც ჩვენ გამოვდივართ არჩევნებზე და ეს არის ჩვენი ამოცანა. გავაგრძელოთ ყველა ეს დადებითი პროცესი, რომ ყველამ შეძლოს ხელმისაწვდომი ჯანდაცვით სარგებლობა, რომ წელში გავტეხოთ უმუშევრობა, დავეხმაროთ ჩვენს მოსახლეობას პრობლემების გადაჭრაში და სწორედ აქედან გამომდინარე არის შედგენილი ჩვენი სიაც. კონკრეტულად როგორ უკავშირდება ეს კონკრეტული შემადგენლობა ამ პრობლემების გადაჭრას? კი ბატონო, რაც შეეხება კონკრეტულად სიას, რამდენიმე კანდიდატურა თქვენ სიუჟეტშიც იყო ნაჩვენები და ალბათ მაყურებელი ნახავდა, რომ ეს არის მომავალზე ორიენტირებული სია. მომავალზე ორიენტაცია არ გულისხმობს მხოლოდ ასაკით ახალგაზრდობას, თუმცა ჩვენ სიაში ბევრი არის ახალგაზრდა და ეს არის სრულიად შეგნებულად გაკეთებული არჩევანი, იმიტომ რომ ახალგაზრდობას უნდა მივცეთ გზა, ახალგაზრდობას უნდა მივცეთ გასაქანი და თუ ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი ქვეყანა რაც შეიძლება სწრაფად წავიდეს წინ, უნდა ხელი შეუწყოთ იმას, რომ პოლიტიკაში სწრაფად მოვიდეს ახალი თაობა. ახალი თაობა, რომელმაც თავისი განათლება მიიღო არა კორუფციით, არა ჩაწყობით, არა ყველა იმ სიმახინჯით, რაც წინა წლებში იყო, არამედ საკუთარი ცოდნით, დამსახურებით და შრომით. ახალი თაობა, ამიტომაც მიიღეთ თქვენ ცოტა ხნის წინ კანონი და ასე დაბლა დაწიეთ ასაკობრივი ცენზი. დიახ, სხვადასხვის ასაკობრივ ცენზს რაც შეეხება საქართველოს არ არის გამონაკლისი და იგივე ცენზი მოქმედებს ევროპის ქვეყნების უმრავლესობაში, მაგალითად გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში და სხვა ქვეყნებში, ამიტომ გამონაკლისი არ გაუკეთებია პირიქით ამ თვალსაზრისით დავეციეთ ასე ვთქვათ ევროპას, მაგრამ განმეორდები მთავარი არის რომ ახალგაზრდობას მივცეთ გზა. თუმცა თუ გადავხედავთ ჩვენ სიას, მომავალზე ორიენტირებულობა არ ნიშნავს მხოლოდ ახალგაზრდობას, მაგალითად ჩვენ სიაში ყავს ბატონი გიორგი ოჩიაური, რომელიც 85 წლის ბრძანდება, ეს ერთის მხრივ არის ჩვენი გამოხატულება, პატივისცემის გამოხატულება ჩვენი ბებიების და ბაბუების თაობის მიმართ და მეორეს მხრივ ეს გახლავთ ის, რომ მიუხედავად ასაკისა, ბატონი გოგი ბრძანდება ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული და მომავალზე ორიენტირებული ადამიანი. ამიტომ მომავალზე ორიენტაცია არ გულისხმობს მხოლოდ ახალგაზრდობას, ჩვენ სიაში ყავს ახალგაზრდებიც, ყავს ასაკოვნებიც, ყავს საშუალო ასაკის ადამიანებიც, დავასრულებ ყველა მათგანს აერთიანებს ერთი. ეს არის გუნდი, რომელიც იყურება წინ, გუნდი, რომელიც საქართველოს წაიყვანს წინ, გუნდი, რომელიც ხალხს მოუგვარებს პრობლემებს და გუნდი, რომელიც არ დაუშვებს იმას, რომ ჩვენ დავბრუნდეთ წარსულში, იმ უბედურებაში, რომლიდანაც ჩვენმა ხალხმა ამდენი პრობლემა ნახა. თქვენ გუნდში იყო კამათი ამ სიების შედგენის დროს, ჩვენ გვახსოვს, რომ წინა საპარლამენტო არჩევნების დროს, სწორედ სიების შედგენის პროცესის დროს, საბოლოოდ თქვენი წინამორბედი ნინო ბურჯანაძე საერთოდ წავიდა პარტიიდან. რასაც თქვენ ბრძანებთ, ამას კამათი არ ქვია, როდესაც გუნდის წევრები საკუთარ წინაპირობად, გუნდში ყოფნის წინაპირობად აყენებენ ეგრეთ წოდებული კვოტების თუ კანდიდატურების სიაში ჩასმას, ეს უკვე გუნდურობა აღარ არის. კამათი, რა თქმა უნდა, ჯანსაღი კამათი ყოველთვის იყო, არის და იქნება, მაგრამ ეს ჯანსაღი კამათი ემყარება არა ამბიციას, არა იმას, რომ დავით ბაქრაძეს ყავდეს ვიღაცა სიაში, ან მიხეილ მაჭავარიანს ყავდეს ვიღაცა სიაში. არა, ეს კამათი ემყარება ერთადერთს მოუძებნოთ ღირსეული ადამიანები, ვინც შეძლებს მეტი გააკეთოს ამ ქვეყნისთვის. აი ამ ღირსეული ადამიანების მოძებნისთვის, რა თქმა უნდა, კამათი იქნება, კანდიდატურებზე მსჯელობა იქნება, განხილვა იქნება, მაგრამ ჩვენ ვიყავით და ვართ ერთიანი გუნდი, რომელიც მოდის ერთიანად შეთანხმებული სიით და არანაირი პირადი ამბიცია შემიძლია აბსოლუტურად ცალსახად დაგიდასტუროთ, არანაირი პირადი ამბიცია ამ შემთხვევაში არავის მხრიდან გამოვლენილი ნამდვილად არ ყოფილა. ბატონ დავით, გუნდის ერთიანობასთან დაკავშირებით, სწორედ ფიქრობთ თქვენ, რომ
რომ ეს არის ის შემადგენლობა, რომელიც ძლიერ კონტროლს გაუწევს აღმასრულებელ ხელისუფლებას და ძლიერ ოპონირებას გაუწევს ოპოზიციურ ფლანგს, რომელიც სავარაუდოდ უფრო დიდი რაოდენობით იქნება წარმოდგენილი ახალ პარლამენტში. აქამდე სულ ისმოდა, რომ ეს იყო შეიძლება ზედმეტად ერთიანი გუნდიც, ერთპარტიული პარლამენტი, რომელიც მთავრობის მიერ ინიცირებულ ყველა კანონს ძალიან მარტივად და ფაქტობრივად რეალური წინააღმდეგობის გარეშე იღებდა. ვერ დაგეთანხმებით, ძალიან ბევრი განხილვა და დებატი მიმდინარეობდა პარლამენტის შიგნით. ვინც ელემენტარულად ჩახედულია პოლიტიკაში, იცის რომ საპარლამენტო უმრავლესობას და მის მთავრობას შორის საჯარო დებატი არ მიმდინარეობს არც ერთ ნორმალურ ქვეყანაში და არც ერთ ნორმალურ პარლამენტში. დებატი მიმდინარეობს უმრავლესობას და ოპოზიციას, მთავრობას და ოპოზიციას შორის, ამიტომ არ უნდა ველოდოთ, რომ უმრავლესობა და მთავრობა საჯაროდ ერთმანეთში იდებატებს, ეს იქნებოდა აბსოლუტურად არასწორი და ძალიან ცუდი პროცესების სიმპტომი, თუმცა ბუნებრივია დახურულ კარს მიღმა ჩვენ კონსულტაციების და კამათიც უდბივად ჰქონდა და ამ კამათის ერთადერთი ამოცანა იყო, როგორ მიგვეღო უკეთესი კანონები. რაც შეეხება ახალ პარლამენტს, ახალ პარლამენტში გვყავს ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც მოდის არასამთავრობო სექტორის გამოცდილებიდან, გვყავს ადამიანები, ვინც მოდის პოლიტიკის გამოცდილებით, ამიტომ მე მჯერა, რომ ჩვენი გუნდი იქნება ეფექტური. თუმცა ერთი რამ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო. ჩვენი მთავარი ამოცანა ახალ პარლამენტში არის არა ვინმესთან ბრძოლა, არა ოპონენტების დამარცხება. ჩვენი ერთადერთი და მთავარი ამოცანა არის პრობლემებთან ბრძოლა, პრობლემების დამარცხება, ამ ქვეყანაში უმუშევრობის და სიღარიბის წელში გატეხვა. ამიტომ ჩვენი საბრძოლველი იქნება უმუშევრობა, იქნება სიღარიბე, იქნება ხელმიუწვდომელი ჯანდაცვა, აი ამას ვებრძვით და არა წინასაარჩევნო ერთ-ერთი მთავარი მესიჯი, თუმცა ამასთან დაკავშირებითაც ჩნდება კითხვა, რომ 8 წლის შემდეგ ეს ყველაფერი ისევ პრობლემად რჩება. მაშინ რამდენი დრო არის საჭირო იმისთვის, რომ თქვენი მესიჯიდან ისევ რომ გამოვიდეთ, სარგებელი თითოეულმა ადამიანმა იქნოს საკუთარ ჯიბეზე. თქვენ როგორ ფიქრობთ, აი რამდენი დრო არის ამისთვის საჭირო? თუ ჩვენ შევადარებთ დღევანდელ საქართველოს 8 წლის წინანდელ ქვეყანას და დავსვათ კითხვას, არის თუ არა დღეს საქართველოს უკეთესი ქვეყანა, ვიდრე იყო 8 წლის წინ. მე ვფიქრობ, რომ ადამიანთა ჩვენი მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა იტყვის, რომ დიახ, მაგრამ თუ ჩვენ დავსვათ კითხვას, არის თუ არა საქართველოს ის ქვეყანა, რომელიც გვინდა რომ იყოს, მე ვიქნები პირველი, ვინც იტყვის ჯერ არა, იმიტომ რომ ბევრი რამ გავაკეთეთ, მაგრამ ბევრად უფრო მეტი გვაქვს გასაკეთებელი. ჩვენ გამოვიყვანეთ ქვეყანა შევარდნაძის დროინდელი სიბნელიდან, ჩვენ გამოვიყვანეთ ქვეყანა კორუფციიდან, ჩვენ გამოვიყვანეთ ქვეყანა კრიმინალიდან და იმ უბედურებიდან, როდესაც ადამიანებს ღამე სახლში დარჩენის ეშინოდათ და დღე ბავშვებს ვერ უშვებდნენ ქუჩაში. ჩვენ გამოვიყვანეთ ქვეყანა იმ უბედურებიდან, როცა არ არსებობდა გზა, როდესაც ყველგან გზაში, ოფისში, სამსახურში ფორმიანი და საბუთიანი ბიუროკრატი, კრიმინალები თხოვდნენ ადამიანებს ქრთამს და ქრთამის გარეშე არაფერი არ კეთდებოდა. ჩვენ ეს ყველაფერი დავასრულეთ. ჩვენ დღევანდელი საქართველოში არის ბევრი პრობლემა, მაგრამ დღეს საქართველო არის ქვეყანა, რომელიც ვითარდება, რომელიც წინ მიდის. ამიტომ რაც გაკეთდა, არის საფუძველი იმის, რომ ბევრად მეტი გაკეთდეს. და როგორც დავამარცხეთ ის პრობლემები, რაც ყველას გვტკიოდა 8 წლის წინ, ისე დავამარცხეთ დღეს იმას, რაც გვაწუხებს. ეს ნიშნავს, რომ ძალაში რჩება თქვენი ძველი სლოგანიც, გასაკეთებელი კიდევ ბევრია. ეს სლოგანი არ არის ცხოვრებაში, როდესაც რამეს ყოველთვის მეტია გასაკეთებელი. ამიტომ აბსოლუტურად არასწორი იქნებოდა მე რო გითხრათ, რომ იცი რაღაცა გავაკეთეთ და ამიტომ მეც არ ვაკეთებთ. კი, გამოვასწორეთ ელექტროენერგია, რომელიც იყო უდიდესი პრობლემა, მაგრამ როგორც კი ხალხმა მიიღო დენი, აღმოჩნდა, რომ დენის გარდა ხალხს ჭირდება გაზი, ჭირდება წყალი, ჭირდება გზა, ჭირდება გარემონტებული სკოლა, ჭირდება ხელმისაწვდომი ჯანდაცვა, ფერმერს ჭირდება დახმარება, ჭირდება დახმარება ყველას, ვინც უმუშევარია, რომ სამუშაო მოძებნოს და დასაქმდეს. როგორც კი რაღაცას აკეთებ ადამიანი, ბევრად მეტი ჩდება გასაკეთებელი და სწორედ ეს ნიშნავს ქვეყნის წინსვლას. ჩვენ 8 წლის წინ მქონდა ქვეყანა, სადაც ყოველ დღე ჩდებოდა ახალი პრობლემა. დღეს გვაქვს ქვეყანა, სადაც ხალხი ყოველ დღე ელოდება ახალი პრობლემის მოგვარებას. აი ეს არის წინსვლა და ჩვენი მთავარი ამოცანაა ქვეყანა მიმოძრაოს წინ და არა უკან. იმიტომ რომ უკან გველოდება ყველა ის უბედურება, რომელიც ძლივს გამოიარა ჩვენმა ხალხმა. გველოდება სიბნელე, კრიმინალი, კორუფცია, ხოლო წინ გველოდება მოგვარებული პრობლემები, წინ გველოდება დამარცხებული უმუშევრობა, წინ გველოდება ფეხზე დამდგარი სოფელი, წინ გველოდება ხელმისაწვდომი ჯანდაცვა და ეს არის ის მომავალი, რომელსაც ჩვენი გუნდი თავაზობს ჩვენს ხალხს. არჩევნებამდე რჩება ერთი თვე. შეკითხვები წინასაარჩევნო გარემოსთან მაინც არის და უფრო მეტიც თქვენი მთავარი მოწინააღმდეგე აცხადებს, რომ არჩევნებს გაყალბებულად ჩათვლის, თუ არ შესრულდება ის 6 მოთხოვნა, რომელიც ქართული ოცნების ლიდერმა ჩამოაყალიბა. თქვენ, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ფიქრობთ, რომ ოპოზიციის შენიშვნები უსაფუძვლოა? მთელი გამვლილი წლების განმავლობაში
მე როგორც პარლამენტის თავმჯდომარე ყველაფერს ვაკეთებდი იმისთვის, რომ მაქსიმალურად გაგვეთვალისწინებია ოპოზიციის ყველა მოთხოვნა, რომელიც მათ ჰქონდათ საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით. ჩვენ შევქმნით უწყებათა შორისი ჯგუფი, აბსოლუტურად ღია გახსნილი, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად ყველა მსურველი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი იღებდა მონაწილეობას და აი ესეთი აბსოლუტურად ღია და გამჭვირვალე წესით შევცვალეთ საარჩევნო კოდექსი. ჩვენ შევქმნით სიების დაზუსტების კომისია ამორჩეველთა, სადაც ასევე ყველა მსურველ პარტიას ჰქონდა მონაწილეობის საშუალება საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად. ჩვენ შევქმნით უწყებათა შორისი ჯგუფი, სადაც ყველა მსურველ პარტიას აქვს საშუალება მინისტრის მოადგილეების დონეზე პირდაპირ მიმართოს ყველა უწყებას პრობლემის მოსაგვარებლად. ჩვენ ძალიან ბევრი ნაბიჯი გადავდგით იმისთვის, რომ საარჩევნო გარემო ამ არჩევნებისთვის ყოფილიყო კიდევ უფრო უკეთესი, ვიდრე წინა არჩევნებში. თუმცა ბატონო დავით, პრეტენზიები არ ქონდა მხოლოდ ოპოზიციას, სწორედ თქვენთან შეხვედრის შემდეგ გახსოვთ თქვენ, რომ მეუთოს წარმომადგენლება გარკვეული შენიშვნები მაინც გამოთქვეს, მაგალითად იგივე სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან დაკავშირებით, ჯარიმებთან და ასე შემდეგ. დიახ, და მე დავასრულებ, შეიძლება რა თქმა უნდა, ხა თქვენს შეკითხვას რომ დაუბრუნდეთ და შემდეგ დავასრულებ. რა თქმა უნდა, შენიშვნა ყოველთვის იქნება რა შეიძლება გაკეთდეს უკეთესად, თუმცა იმავე განცხადებაში იყო საუბარი ძალიან ბევრ პოზიტივზე, ძალიან ბევრ ნაბიჯზე, რომელმაც რეალურად გააუმჯობესა საქართველოს საარჩევნო გარემო. სწორედ ამას ველოდებით ჩვენი უცხოელი მეგობრებისგან, აღნიშნონ პოზიტივიც რაც გავაკეთეთ და მიგვითითონ იმაზეც, როგორ შეიძლება უკეთესად გადავლახოთ პრობლემები და გამოვასწოროთ სირთულეები. რაც შეეხება წამოყენებულ 6 პუნქტიან ულტიმატუმს, ჩემთვის პირადად ის ცოტა უცნაურად ჟღერდა. მე ეს ულტიმატუმის შინაარსი ესე გავშიფრე, რომ მე ვიცი, რომ ამ არჩევნებს წავაგებ, ამიტომ არჩევნების შედეგებს არ ვაღიარებ და თუ გინდათ, რომ არჩევნების შედეგები ვაღიარო, მომეცით უფლება, რომ დავდგე კანონზე მაღლა და ვითამაშო კანონის წესების გარეშე. რა არის ეს კანონის წესები? არ იმოქმედოს ჩემზე აუდიტის ოფისის ჯარიმებმა, არ იმოქმედოს ჩემზე შემზღუდველმა კანონმდებლობამ, მომეცეს მე საშუალება დაუბრკოლებლად დავარიგო თანხა, სატელიტური თებშები და ასე შემდეგ და ამ შემთხვევაში თუ მე კანონზე მაღლა დამაყენებ და მომცემთ საშუალებას ისე ჩავატარო კამპანია არა ისე როგორც კანონი ითხოვს, არამედ ისე როგორც მე მინდა და მჭირდება, ამ შემთხვევაში მე თანახმავ იქნები ვაღიარო არჩევნების შედეგები. ხა უკაცრავად, ასეთი ულტიმატუმი მე ვფიქრობ პრინციპულად არასწორია. ჯერ ერთი ეს ნიშნავს ფაქტიურად უკვე წაგების აღიარებას და ცდელობას, რომ ვიღაცას გადააბრალოს წაგება და მეორეც ერთი არ შეიძლება ადამიანი მუდმივად ითხოვდეს საკუთარი თავის კანონზე ზემოთ და კანონის გარეთ დაყენების ცდელობას. ხელისუფლება იღებს თავის თავზე პასუხისმგებლობას, რომ არჩევნების შემდგომი პერიოდი იქნება მშვიდი და ჩაივლის ინციდენტების გარეშე, მით უმეტეს, როდესაც ქართული ოცნება ამბობს, რომ თუ არჩევნებს გაყალბებულად ჩათვლის, ის თავის მხარდამჭერებს გამოიყვანს ქუჩაში. ასეთი პასუხისმგებლობა თავის თავზე უნდა იყოს ყველა პოლიტიკურმა პარტიამ და საქართველოში უნდა მივეჩვიოთ, რომ პასუხისმგებელი, რა თქმა უნდა, ლომის წილი პასუხისმგებლობის ყველაფერში უნდა კონდეს ხელისუფლებას, მაგრამ თავისი წილი პასუხისმგებლობა აქვს ყველას. სწორედ ამიტომ შევთავაზეთ ჩვენ პოლიტიკურ პარტიებს ქცევის კოდექსზე ხელმოწერა, რომელიც ითვალისწინებდა ასევე არჩევნების შედეგების აღიარებას იმ შემთხვევაში, თუ ამ შედეგებს აღიარებდნენ და ცნობდნენ ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციები. თუმცა დღეს სამწუხაროდ ქართულმა ოცნებამ ამაზე უარი განაცხადა. ქართული ოცნების ლიდერმა განაცხადა, რომ იმდენად მჭიდროა მათ შორის თანამშრომლობა, რომ თუ ქართული ოცნება აღიარებს ამ არჩევნებს, მაშინ მას აღიარებს საერთაშორისო ორგანიზაციებიც. ნამდვილად არ მგონია, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები საკუთარ პოზიციას გეგმავდნენ ქართულ ოცნებასთან შეთანხმებით. ხა ეს ისეთივე არაკორექტული ლაპარაკია, როგორც არჩევნებამდე ლაპარაკი, რომ ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა მხარს გვიჭერს, მოვალთ 2/3-ით და ასე შემდეგ. ვინ როგორ მოვა, გამოაჩენს ამას არჩევნები და ხალხის ნება, რა პოზიცია ექნება საერთაშორისო თანამეგობრობას, ამასაც გამოაჩენს არჩევნები. ამიტომ ჩვენი სურვილია, რომ ყველაფერი იყოს მშვიდად, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ არჩევნები იყოს მართლაც საჩვენებელი, სამართლიანი, თავისუფალი და ხალხმა გამოხატოს თავისი ნება, ხოლო შემდეგ უკვე არის ყველა პოლიტიკური ძალის პასუხისმგებლობა, რამდენად იმოქმედებს კანონის და კონსტიტუციის ჩარჩოებში. თუმცა ვიტყვი იმასაც, რომ რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ სახელმწიფო, ჩვენ ვართ ქვეყანა და კანონის ფარგლებიდან გასვლა ძალიან რთული იქნება ნებისმიერი პოლიტიკური ძალისთვის. და ბოლოს ბატონო დავით, წინასაარჩევნო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ნაწილია დებატები, მათ შორის ჩემთვისაც როგორც ჟურნალისტისთვის. პრემიერობის ყველა კანდიდატის
დებატი სავარაუდოდ ვერ შედგება, რადგან ბიძინა ივანიშვილი ვანო მერაბიშვილთან დაჯდომაზე უარს ამბობს. მან უარი განაცხადა თქვენთან დებატებზეც ის მთელ მთავრობას ან პრეზიდენტს იწვევს. თქვენ რამდენად ღია ხართ დებატებისთვის? მაგალითად, ქართული ოცნების სიის პირველ ნომერს კახი კალაძეს თუ დაუჯდებით დებატებზე? მე ვფიქრობ, რომ ასეთი პოზიცია არასწორია. აქ არ არის საუბარი ვანო მერაბიშვილის ან დავით ბაქრაძის შეურაცხყოფაზე. ჯერ ერთი ჩვენ წარმოვადგენთ პოლიტიკურ ძალას, რომელმაც წინა არჩევნებში აიღო მოსახლეობის 60%-ის მხარდაჭერა და ასეთი საუბარი არის მოსახლეობის ამ ნაწილის შეურაცხყოფა. მეორეც ერთი დებატები არის საზოგადოების ინტერესი და დებატებში ჩვენ ვხვდებით არა იმიტომ, რომ ერთმანეთს უყუროთ და ერთმანეთს ვედაოთ, არამედ იმიტომ, რომ საზოგადოებას მივცეთ კარგის და ცუდის გარჩევის საშუალება. საზოგადოებამ დაიკმაყოფილოს ინტერესი და იმის თქმა, რომ მე დებატში არ ვჯდები, ნიშნავს არა შენი ოპონენტის შეურაცხყოფას, არამედ მთელი საზოგადოების აბუჩათაგდებას და ფაქტიურად ამ უარით საზოგადოებას არ თმევ იმის საშუალებას, რომ დაინახოს და გაარჩიოს ვის დაუჭიროს მხარი. ამიტომ ბუნებრივია მე ამას არ გავაკეთებ და ბუნებრივია ვინც არ უნდა იყოს ქართული ოცნების თუ ნებისმიერი სხვა პარტიის სიის პირველი ნომერი, თუ იქნება და როცა იქნება შეთანხმებული ფორმატი, რომ იქნება სიის პირველი ნომრების დებატი, მე ამ დებატში მივიღებ მონაწილეობას. ისევ ვიმეორებ, არა იმიტომ, რომ მნიშვნელობა აქვს ვინ იქნება პირველი ნომერი. არა იმიტომ, რომ იმ პირველ ნომერს მე ღირსეულად ან უღირსად მივიჩნევ, არამედ იმიტომ, რომ მე საზოგადოებას და ქართველ ამორჩეველს მივიჩნევ იმის ღირსად, რომ მე მონაწილეობა მივიღო ნებისმიერ ადამიანთან კამათში, როცა ეს საზოგადოებას აინტერესებს. ამიტომ საზოგადოების პატივისცემა მოითხოვს დებატში მონაწილეობას და სწორედ საზოგადოების პატივისცემის გამო მე თანახმავ იქნები ნებისმიერ ადამიანებთან, ვინც იქნებიან ჩვენი ოპონენტების სიის პირველი ნომერი, მონაწილეობა მივიღო დებატებში და კამათში. დიდი მადლობა ბატონო დავით. არჩევანი 2012-ის სტუმარი პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე იყო.